ისევ სკოლა. შემიძლია გავაცდინო და არ წავიდე? გავაცდენ. ამელკა, გაიღვიძე, სკოლის გაცდენა არ შეიძლება. ვინ ხარ? გადი ჩემი სახლიდან. დამშვიდი ამელია, მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ. ნამდვილი ანგელოზი? კი, ფრთებიც კი მაქვს. შეხედე. ვაუ, მართლა ანგელოზი ხარ. მე აქ ვარ, რომ დაგეხმარო სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ახლა სკოლაზე საუბრობ, თუ სკოლას გააცდენ, პრობლემები შეგექმნება. მართალი ხარ, მოვემზადები. დაივიწყეს ფრთოსანი, ნუ მოусმენ მას, დარჩი სახლში. და ვინ ხარ შენ? მე შენი პირადი დემონი ვარ. მე რჩევებს გაძლევ. თუ როგორ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. ნუ მოусვენ მას, ამელკა, მას ყველაფრის გაფუჭება უნდა. შენ ხარ ის, ვისაც ყველაფრის გაფუჭება უნდა. მე ამელკას გავაბედნიერებ. ჰეი, გაჩერდით. საერთოდ რას აკეთებთ აქ? აქამდე არ მინახიხართ. ჩემმა უფროსმა გადაწყვიტა კლიენტებთან მეტი კომუნიკაცია გქონოდა. ვინ არის შენი უფროსი? კარგი, შენი ცნობ მას. ეშმაკი, დიდრქიანი დემონი. უყვარს ცხელი აბაზანები და შემწვარი მარშმელო. და მე თავად ღმერთმა, წესრიგისა და სამართლიანობის მცველმა გამომგზავნა შენთან. სამართლიანობა და წესრიგიო და შენი სამოციც კი ვერ გაგიუთოვებია? ანუ მეგობრები არ ხართ? რა თქმა უნდა არა, ჩვენ კონკურენტები ვართ. დიახ, ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიებში. დიახ, ჩემი ამოცანაა დავეხმარო მოკდავებს კეთილი საქმეების გაკეთებაში და ჩემი მიზანია მოკდავებს გართობაში დავექმარო. ანუ ჯოჯოხეთში წასვლას გულისხმობ? ო, ჯოჯოხეთი 60-ზე უფრო სახალისოა. საიდან იცი? 60-ში შესვლა შეგიძლია? ყოველ ზაფხულს დემონები შვებულებაში 60-ის თვეებში ბანაობისთვის მიდიან. ასე რომ კი, ეს მართალია? კი, მათ შემდეგ ყველა ღრუბელი ლავითაა შეღებილი. მოიცა, ანუ დღეს მთელი დღე ჩემთან იქნებით? დიახ, და ჩვენ შენ დღეს დავგეგმავთ. დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შენი სული სწორ ადგილას მაგალითად უარი თქვი სკოლაზე და დარჩი სახლში. ეს შესანიშნავი იდეა. არა, ამელკა, უნდა წახვიდე. სკოლა მნიშვნელოვანია. ის მართალია, მე სახლში დავჩები. მოიცა, ამელკა, ყველაფერი გადაწყვეტილია. შენ ყოველთვის ყველაფერს საფუჭებ. შეეგუე წაგებას, ანგელოზო. გამარჯობა. გამარჯობა, ამელკა. დღეს სკოლაში არ იყავი? გადავწყვიტეთ, ვენახა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. რატომ არ მოხვედი? ავად ხარ? არა, უბრალოდ სახლში დარჩენა გადავწყვიტე. იმიზეზოდ? ანუ გააცდინე? ეს სიმართლეა. ვაუ, რა მამაცი ხარ. ნეტავ მეც შემეძლოს, მაგრამ მეშინია. და მე ზოგადად სკოლის გასტანის წინააღმდეგი ვარ. სკოლა დაივიწყეთ, შემოდით. რამდენიმე წასახებსებელი მოვიტანეთ. დასადილოში უფასო ფუნტუშებით გაგვიმასპინძლდნენ. გადავწყვიტეთ, შენთვისაც წამოგვეღო. მადარია, მე მიყვარს ფუნტუშები. კარგი. უბრალოდ ყველაფერი არ შეჭამო. არ შევჭამ. ჰეი, ჯინი, დავალებას დამაწერინებ? ისევ? მე თვითონ ვერ გავაკეთებ ამას. წავიდეთ, სწრაფად გავაკეთოთ ეს და შემდეგ მოვალთ და ფუნტუშებს შევჭამ. კარგი. დაივიწყე მეგობრები, შეჭამე ყველა ფუნტუშა. არა, უბრალოდ შენი შეჭამე და შენი მეგობრების ფუნტუშებს ნუ შეეხები. მე მიყვართ ჩემი მეგობრები და არ მინდა მათი განაცხენება. მაგრამ ეს ფუნტუშები ძალიან გებრიელია. კარგი, აიღე და შეჭამე ყველა. არა, ამას თუ გააკეთებ, მეგობრებზე იფიქრე. ბოდიში, ანგელოზო, მაგრამ ამ ცდუნებას ვერ გავუძლებ. კი, მიდი, ყველა შეჭამე. ჰეი, ფუნტუშები სად არის? ლეო, შენ თქვი რომ ისინი პარკში ჩადე. მართალია. მაგრამ ისინი აქ არ არიან. კარგი, იქნებ შენ წამოღებისას დაკარგე? გამორიცხულია. იქნებ შენ შეჭამე ისინი? მე მათ არც კი შევხები ვარ. მოიცა. ან იქნებ ამელკამ შეჭამა ყველაფერი? კარგი რა, ამელკა ამას არასდროს გააკეთებდა. არა? ეს გაჩუნდი ამელკა. არ თქვა რომ ყველა შეჭამე. უნდა აღიარო, მეგობრები მაინც გაიგებენ სინვართლეს. და აი გოგონა მიფიქროს, რომ ბიჭმა ყველაფერი შეჭამა. შენი მეგობარი მიხვდება რომ მოატყუე. გაჩუმდით, თქვენს გამო ვერ ვფიქრობ. მოიცა, ვის ელაპარაკები? ვერ ხედავთ მათ? აქ ანგელოზია და დემონი. რა სისულელია ეს? ავად ხარ? სწორედ ამიტომ არ წამოვიდე სკოლაში. ისინი ვერ ვხედავენ. ჩვენ ვართ პირადი ანგელოზი და დემონი. შენ შეგიძლია ჩვენი დანახვა. ფუნტუშებზე რა სიტყვი? შეჭამე თუ არა? თქვი, კი, აღიარე.
არა, თქვი რომ ლეომ შეჭამა ყველაფერი. არა, არაფერი ვიჭამია. ასე რომ ლეომ შეჭამა ყველაფერი. არა, ჯინი მისინი დაკარგა. ლეო, შეწყვიტეთ მათ კვირის ხო არა ხარ? იტყუები. მათ ხო არა ხარ? მე? შენ ხარ? არა, შენ. მე მიყვარს ჭხუბი. მათში იმდენი ბოროტება და სიძულვილია. ამილკა, შეხედე რა შედეგი გამოიღო შენმა ტყუილმა. ლეო, კარგი რა? აღიარე უკვე. მე შევჭამე ყველაფერი. მართლა? ანუ ლეოს ბრალი არ არის? ჯინისიც არა? კი, მოვიტყუე. ამილკა, როგორ შეგეძლო? ჩვენ გენდობოდით. არ გვეგონა რომ ტყუილის თქმა შეგეძლო. ბოდიში, ჩემი ბრალია. მადლობა რომ სიმართლე გითხარი. ამისთვის გაპატიებთ. აღარ გააკეთო ეს. არ მოიტყუო და არ შეჭამო სხვისი ფუნთუშები. წამო, ლეო. რა სულელია. ოჩახ, სწორად მოიქეცი. გამიმართლა რომ კეთილები არიან და მაპატიეს. ეს რა არის? დაკარგულ საფულეს გავს. ვაუ, რამდენი ფულია. ეს იღბალია. ამელია, ამ ფულის დახარჯვა არ შეგიძლია. რა სისულელია ეს? რა თქმა უნდა შემიძლია. შენ უნდა იყო ამ საფულის მფლობელი და მას მისცე ეს ფული. არც კი ვიცი ვინ დაკარგა. სად უნდა ვეძებო? ამელკა მართალია. ეს საფულე ნებისმიერ შეიძლებოდა დაეკარგა. მაშინ მან განცხადება გააკეთოს. ჰაჰა, და რას დაწერს იქ? ფულით სავსე საფულები პოვეო? ნებისმიერს მოუნდება მისი წაღება. იქნებ საფულეში მფლობელის რამე ინფორმაცია. დაივიწყე ამელკა. შენ იპოვე ეს ფული და შეგიძლია რაც კიდე ის გააკეთო. გეთახმები. ახლა ჩემი ფულია, მაგრამ ეს არასწორია. მაგრამ ეს არასწორია. შენ ისეთი მოსაწყენი ხარ. ნუ მოусმენ დემონს, ის ქურდობას გთავაზობს. არ მოусმინე, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მივიღე. კარგი. სწორია, ამელკა, ამ ფულით რამე მაგარი იყიდე. აქ 50%-იანი კუპონიც კია. მაღაზიის ბარათი. აი, ნახეთ. შემიძლია გამოვიყენო. ამ ფულით ყოველდღე შემიძლია ნაყინი ვჭამო. ამელკა, მომისმინე, ჩემი საფულე ხომ არ გინახავს? როგორია შენი საფულე? ის ლურჯი არის და შუაში ასეთი ზოლი აქვს. არა, ასეთი რამ არ მინახავს. დარწმუნებული ხარ? მთელი ჩემი ფული იქ იყო. მთელი წელია ვაგროვებ. ჩემი საკრედიტო ბარათებიც იქ იყო. მართლა მთელი წელია აგროვებ? მინდოდა ჩემი პატარადისთვის დაბადების დღის საჩუქარი მეყიდა. ახლა ის ტირილის პირას იქნება. ხედავ რა ჩაიდინე ამელკა? საფულე უნდა დააბრუნო. ნუ უსმენ ამ ფრთიან ქათამს. შენი ბრალი არ არის. ვინ არის აქ ქათამი? შენ ძროხის რქები გაქვს. ვაუ! ანგელოს ასეთი სიტყვების თქმის უფლება აქვს? აქვს, შეწყვიტეთ ჭხუბი. ვის ელაპარაკები? ხმებს, რომლებიც თავში მაქვს. მე ვფიქრობ რომ ეს ნორმალური არ არის. დაგეხმარები შენი საფულის პოვნაში. მართლა? კი, ეზოში წავალ და მოვძებნი. მაგრამ სახლიდან გასასვლელი საპირისპირო მიმართულებითაა. ამელკა, რას აკეთებ? საფულეს და დახარჯულ ფულს დავაბრუნებ. რატო? მოიცა. ის ვერ მიხვდება რომ საფულე შენ წაიღე. მისთვის ამის გაკეთება არ შემიძლია. ეს სწორი საქციელია, ამელია. სწორი გადაწყვეტილება მიიღე. მისმინებ თებიანო. რატომ არ მიდიხარ და ღრუბლებში არ დაფრინა? სულ გავლენას ახდენ ამელიაზე. და ის შენთან დავტოვაო? არავითარ შემთხვევაში. ლეოს გავახარებ. ლეო. ლეო, მე ვიპოვე. მართლა? მაჩვენე. მთელი ჩემი ფული აქ არის. კარგი, მეგონა მომპარავდნენ. ეზოში დაკარგე და აქ ყველა შენი მეგობარია. დარწმუნებული ხარ? ჩემი მეგობრები ფულს არ იპარავენ? კი, მართლა, კარგი. წავალ ძაღლს ვაწმევ. არა, საჭმელი აღარაა. მაღაზიაში უნდა წავიდე და ახალი ვიყიდო. მოიცა, ან შეგიძლია ძაღლს ძეხვი აჭამო. შესანიშნავი იდეა. არა, ამელკა, ძაღლებს ძეხვი არ უნდა აჭამო. წადი და საჭმელი იყიდე. შემიძლია ერთხელ ვაჭამო და ხვალ საჭმელს ვუყიდი. რა სიტყვიან შენი მშობლები ამაზე? თუ მამა გაიგებს რომ ძაღლმა ძეხვი შეჭამა, კარგი, ის გაბრაზდება. შენ არ გინდა ძაღლის საფრთხეში ჩაგდება? არა? მართალი ხარ, მაღაზიაში მივდივარ. კარგი რა, სახლში დარჩენა გირჩევნია. შეგვიძლია თამაშები ვითამაშოთ? არა, ყველაფერი გადავწყვიტე. ბებო, აქ რას აკეთებ?
ო, შვილიშვილო, დავიკარგე. სხვის ეზოში შემოხვედი, დაუბერდი, ჩემი თავი აღარ ფიქრობს. რომელ სახლში ცხოვრობ? ის დიდი ზომისაა, წითელი აგურით ნაშენი. იქვე იყო ნომერი 7. ვიცი, სად არის ეს სახლი? მართლა? შეგიძლია რომ წამიყვანო? მიეცი საშუალება თავად გადაჭრას თავისი პრობლემები, ბებიას დახმარება სჭირდება. წაიყვანე სახლში, თავისით წავიდეს. წადი, მოხუცოქალო, ფეხები ამოძრავე. მას არ ესმის. კი, ვიცი, რას ამბობ, შვილიშვილო? ვამბობ, რომ გაგაცილებთ, წავიდეთ. გასაგებია? დღეს გამარჯვება ჩემი იქნება. ამას სარჩნა ახავთ. მომეცი ფული, მომეცი. რა? ვერ გავიგე, რაზე საუბრობ? ფული. როგორც ჩანს, მას შენი გაძარცვა უნდა. ამელკა, ჯობია შენი ნივთები მალე მისცე. რა? გაგიზდი? ჩემს ნივთებს ყაჩაღს ვერ მივცე. ეს შენივე უსაფრთხოებისთვისაა. შენ მფარველი ანგელოზი ხარ, დავიცავი. ადამიანთა სამყაროში მაგიას ვერ გამოვიყენებ. კარგი, უსარგებლო ხარ. სწორია, ამელკა. მოდი, ეს პარაზიტი მოვიშოროთ. მოდი, მოვიშოროთ იგი. ფული მომეცი, ფული. ო, გადავიფიქრე. თუ გეშინია, შემიძლია მას გაუმკლავდე. როგორ? რამდენიმე დემონური ხლიკი ვიცი. ჯერ კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი. აი, სადმე აქ. ნუ მოусმენ მას. მას შენი სულის წაღება სულს. ჩემს სულს დემონს არ მივცემ. დამშვიდდი, სული არ მინდა. უბრალოდ ამ სერვისში $100 გადაიხდი. რაში გჭირდება ადამიანების ფული? მინდა ადამიანად ვიქცე და თქვენ სამყაროში გავისეირნო. ამის გაკეთება შეგიძლია? კი, უბრალოდ რქები უნდა დავმალო. კარგი, თანახმავარ. მოიცა ამელკა. დემონს არ უნდა ენდო. ის გატყუებს. ბანდიტის მოშორების სხვა გზა გააქვს? ფული მომეცი, ფული. როგორც ჩანს, მოთმინება ეწურება. ეცადე, მასთან სასიამოვნო საუბარი გქონდეს. გულის სიღრმეში კეთილია. სერიოზულად? ესაა შენი გეგმა? თანახმავარ. ახლა ცოტა ოდენი მაგია. სად არის ის? სად წავიდა? მე ის ჯოჯოხეთში გავაგზავნე. დამნაშავეების ადგილას. ნებართვის გარეშე ჯოჯოხეთში ვერ გააგზავნი. შემიძლია, ლიცენზია მაქვს. ეშმაკისგან. მადლობა დემონო, მოგვიანებით $100 მიიღებ. ახლა კი ძაღლის გამოკვების დროა. ამელკა, შეგიძლია შენი პლანშეტი მათხოვო? არა, ბოლო ჯერ იგი დაკაცრული ეკრანით დამიბრუნე. ხილად ვიქნები, გპირდები. მე ვთქვი არა. ამელკა, მე შენ ჩემს აზრს თამაშის უფლებას გაძლევ ძალიან ბევრჯერ. სწორია, ამელკა. ყველას რომ ათხოვო საჭირო არ არის. თუ ამას არ გააკეთებ, შენი მეგობარი განაწყენდება. მიეცი შანსი და თუ ისევ გააფუჭებს, რომელია შენთვის უფრო მნიშვნელოვანი, მეგობრობა თუ პლანშეტი? მე და ლეო დიდი ხანია მეგობრები ვართ. გეთანხმები? მადლობა, ამელკა. მოგცემ, მაგრამ თუ ისევ გაკაცდავ, ახალს იყიდი. კი, კარგი. კარგი. მაგიის გაკეთება შემიძლია. პლანშეტი გატყდება და ახლის ყიდვას ვაიძულებთ. მოიცა, ამაზე არც კი იფიქრო. გონი კარგი იდეაა. მეგობრობა დაფასებული უნდა იყოს. ასე არ შეიძლება. ო, უკვე მომბეზრდა შენი რჩევები. ანგელოზი, რა თქმა უნდა, მოსაწყენია, მაგრამ მართალია. ჰეი, ეს ცოტა შეურაცხყოფელია. ჰა, განაწყენება ცოდვაა, ანგელოზო. იცოდი? ო, არა, სულთან მავიწყდათ. თუ მიღებულ ორიანს სხვანამდე არ გამოვასწორებ, მშობლები დამსიან. დაურეკე მასწავლებელს და უთხარი, რომ დღესვე გინდა გამოსთვის ხელახალჩაბარება. არა, ამით ქულას გადავიკეთებ. ქულის გაყალბება გინდა? ძალიან კარგია, ამელკა, ასე უნდა გააკეთო. ამელკა, პრობლემები შეგექმნება. პრობლემები იქნება, თუ არ გადავაკეთებ. კი, ამელკა, უბრალოდ ერთიანი მიუწერე. და 12 ქულა გექნება. არა, ეს ძალიან საეჭვო იქნება. უფრო დაბალი შეფასება მჭირდება. ორის გადაკეთება არც თუ ისი ადვილია. შემიძლია, შეხედე. არა, ამელკა, შენი მშობლები აუცილებლად შეამჩნევენ. 8-ს არ გავს. კარგი. ადრე უკეთ გამოდიოდა. მე შემიძლია დაგეხმარო. ვაუ, შენ შეგიძლია ამის გაკეთება? რატომ მაშინ ვერ ვითხარი? რადგან მაგიის გამოყენება აგვიკრძალეს. შენ დაგიკრძალეს, მაგრამ მე არა. ახლა ვერავინ მიხვდება, რომ ნიშანი გადაკეთებულია. გარდა იმ მასწავლებლისა, ვინც ეს დაწერა. ჰეი, ამელკა, დასუფთავების დროა. არა, ისევ არა. კი. დღეს შენი ჯერია. შეგიძლია ამის გაკეთება ჩემ მაგივრად? მე გუშინ გავაკეთე. ლეომ გუშინ წინ დაალაგა. დღეს შენი ჯერია. კარგი, ახლავე დავიწყებ. მიდი. ჰეი, ამელკა, დაივიწყე დალაგება. ჯობია ვითამაშოთ. ნუ მოусმენ მას. შენს მეგობარს დაჰპირდი, მაგრამ შევიძლია შესვენება ავიღო.
შეასრულე სამუშაო და udavdelad ითამაშე და შეძლებ იმდენი ითამაშო, რამდენიც გინდა. მხოლოდ 5 წუთი დამჭირდება. არაფერი მოხდება. ჰეი, ანგელოზო, შენც გინდა? არა, ჩვენ 64-ში ვიდეო თამაშები არ გვიყვარს. მართლა? მაგრამ როგორ ერთობით? რუბლებზე ისე ხვდებით, როგორც ბატუტზე. როგორი მოსაწყენია? გონი სახარისოა. აქ რუბლები არ არის, ამიტომ ვიდეო თამაშებს თამაშობთ. მოიცა, ამილკა, რატომ არაფერს აკეთებ? შესვენებაზე ვარ. კარგი. უკვე 1 საათია თამაშობ, მართლა? ვაუ, დრო ძალიან სწრაფად გადის. დამპირდი, იცოდე თუ ყველაფერს არ დაალაგებ, წვეულებას ვერ მოვაწყობთ. პირობას არ ღვევ, ეს შენს მეგობარს აღიზიანებს. მართალი ხარ, საკმარისია თამაშები. ჰეი, თამაშები არ დაგისრულებია. დალაგება უფრო მნიშვნელოვანია. ანგელოზივით ლაპარაკობ. მე ამილკას მხოლოდ სასარგებლო ჩერებს ვაძლევ. ამელკა, კიდევ რამდენ ხანს? ვარჯიში გვაქვს. კარგი, შეგვიძლია ხვალისთვის გადავდოთ? ვერ გამოვტოვებთ, წავიდეთ, მხოლოდ 30 წუთი. კარგი, უბრალოდ დალაგებას დავასრულებ და წამოვა. კარგი, გელოდები. სულ ესაა. ასე რომ, მე გაჩვენებ ვარჯიშს და შენ გაიმეორე, ჯერ მარჯვენა ფეხით. შემდეგ კი მარცხენა. კარგი, ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ? კი, კარგი, შენ სკოლის გოგოების საფეხბურთო გუნდში იქნები. დაივიწყე ეს ფეხბურთი. მოდი, ცოტა ხანს ტელეფონზე ვითამაშოთ. სპორტი კარგია შენი ჯანმრთელობისთვის. სიმართლე გითხრათ, დღეს სპორტის ხასიათი არ ვარ. კარგია, დაანებე თავი. ამელკა, ნუ დაიზარებ, ჩვეულებრივად ითამაშე. არ მინდა, დავიღალე. არ მინდა რომ ეს მარტო გავაკეთო. რა პრობლემაა? ნუ გააკეთებ ამას. მაშინ შემდეგ ჯერზე ვითამაშოთ. ახლა მოვრჩეთ. შენ მათი ვარჯიში გააფუჭე. პირიქით, მე გადავარჩინე ისინი. რა მოხდებოდა თუ ბურთი თავში მოხდებოდათ? ან კუნძს დაიჭიმავდნენ? ჰეი, ბავშვებო, როგორ მოგწონთ ჩემი ახალი აქსესუარები? ფასტაკლებით ვიყიდე. მას საერთოდ არ უხდება. ჯობია სიმართლე უთხრა. შეიძლება მეგობარი გაანაწყენოს. ყუილი უთხარი. ანგელოზი ყუილს თავაზობს? ეს სიახლეა. ზოგჯერ თავაზიანობა სიმართლეზე მნიშვნელოვანია. ჯინი, ეს ყველაფერი ძალიან გიხდება. მადლობა, ამელკა. გონი ეს ძალიან ცუდია, საერთოდ არ გიხდება. უფრო თავაზიანად შეიძლებოდა კეთვა. მოიცა ჯინი, გეწყინა რამე? ზოგჯერ სიმართლე შეიძლება საზიანო იყოს. დავიღალე, დასასვენებლად წავალ. ამილკა, გოგოებმა დარეკეს და იკითხეს, როდის გვექნებაო წვეულებაო? მოდი, დღესვე მოვაწყოთ. რაც შეეხება შენს მშობლებს, ისინი ხვალ საღამოს დაბრუნდებიან. ჩვენ მოვახერხებ, შესანიშნავია. წავალ და ვეტყვი. დიდი ხანია წვეულებაზე არ ყოფილვარ. მშობლების დემართვის გარშე წვეულების გამართვა არ შეიძლება. ანგელოზო, შეგიძლია დამშვიდდე. მე უნდა დაგეხმარო, ასე რომ დამეხმარეთ. მოამზადეთ სასმელები და შევუკვეთეთ პიცა. ანგელოზები ამას არ აკეთებენ. ო, მე შევუკვეთავ. მიდი, დამეხმარე. ამელკა, შემიძლია რომ შევაგიერთდეთ? ეს გოგოების საღამოა. იქ მხოლოდ გოგოები იქნებიან. აღარ მინდა ისევ მარტო ვიჯდე დახურულ ოთახში. რაც შეეხება ბიჭებს და ვიდეო თამაშებს? დედაჩემმა მეჩხუბა და კომპიუტერთან თამაში ამიგზალა. საწყალი ბიჭი. კარგი. გოგოებს ელაპარაკე. იქნებ შემოუშვან. გოგოების წვეულებაზე ბიჭს არაფერი არ აქვს გასაკეთებელი. ჯობია რომ ის თავის ოთახში დარჩეს. მე უკეთესი იდეა მაქვს. ოპა. შეგიძლია ჩვენთან იყო, მაგრამ ერთი პირობით. პარიქს გავიკეთებ? კი, და მაკიას გაიკეთებ, ისევე როგორც გოგოებს. მოიცა. გინდა რომ გოგოდ მაქსიო? ლეო, ეს გოგოების წვეულებაზე მოხვედრის ერთადერთი გზაა. არანაირად. გოგოსავით არ ჩავიცვალ. მაგრამ წვეულებაზე წასვლა გინდა. ამ ფასად არა. სხვათა შორის ჩაცმის იდეა მომეწონა. სხვათა შორის მეც. სულ მცირე ერთ რაღაცაზე შეთანხმდით. ო, და აი პიცაც. მოიცა. გინდა უფასო პიცა მიიღო? რა თქმა უნდა მინდა. კარგი. აიღე პიცა და უთხარი რომ ცივია. მაშინ გადახდა არ მოგიწევს. ნუ გააკეთებ ამას, ამელია. მაშინ კურიერი დაისრება. კურიერზე ნუ იფიქრებ. თავარია უფასო პიცა გექნება. მოიცა. ამის შემდეგ პიცას აღარასდროს მოგიტანე. ო, გამარჯობა. სოკოს პიცა შევუკვეთეთ? კი, მომეცით. მოიცადეთ. ეს ხომ ცივია? გზა გრძელი იყო. პიცა გაცივდა. მე ამის გამო ვიჩივლებ. არა, გთხოვ, სამსახურიდან გამიშვებენ. შეგიძლია პიცა უფასოდ მიირთვა, მაგრამ არ იჩივლო. კარგი, ხუმრობდი. ყველაფერი კარგადაა. აი, ეს პიცის ფასზე მეტია. ეს ჩაის ფულია. მადლობა. ეს რა იყო? მეგონა პიცა უფასო იქნებოდა. ანგელოზი მართალია. არ მინდა რომ სხვა ადამიანებს ვამნო. დიახ,
ყოჩა ღამელკა, ვამაყობ შენით, მაგრამ რატომ მიეცი მას პერტი ფული? სისულელეა, ის დამსხებია და ძალიან ცდილობს. ხალხს მხარდაჭერა სჭირდება. ხალხის მოტყუებაა საჭირო. დემონებს მხოლოდ მოტყუება შეგიძლიათ. ამელკა, ცუდი ამბავია, გოგოები ვერ შეძლებენ მოსვლას. მაგრამ როგორ? ყველაფერი უკვე მომამზადეთ. აი, დეკორაციები, პიცა, კოლა, ვიცი, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იქნება. წვეულების გაუქმება მოგვიწევს. არ გავაუქმებთ. მოდი ერთად მოვაწყოთ წვეულება. მოდი გავაკეთოთ. მე პიცას შევუკვეთავ. იქნებ ლეოსაც დაუზახოთ. ჰეი, ლეო. ლეო, ჩვენ შენ წვეულებაზე გაპატიჟებით. ლეო, ეს სასამოსია? ამელკამ თქვა რომ წვეულებაზე წასვლის ერთადერთი გზა ეს არის. შენი მეგობრები არ მოვლენ, შენი ღვა არ არის საჭირო. ანუ ეს ტანსაცმელი ტყუილად ჩავიცვი? გამოიცვალე ტანსაცმელი და დაბრუნდი ჩვენთან. სიამოვნებით. 4 ყველის პიცა ჩემი ფავორიტია. და მე ხორცის მიყვარს ყველაზე მეტად. და მე მომწონს ყველის გარნირები და წვეულება კარგი იდეა იყო. ვაუ! ანგელოზი ისევ დამეთახმა? ბოროტ მოქმედებსაც კი აქვთ კარგი იდეები. დროა ჯოჯოხეთში დავბრუნდე. ასე რომ შემიძლია 64-ში დავბრუნდე. მოიცა, შენ მხოლოდ ჩემს გამო ხარ? კარგი. ამელკას მარტო დემონთან ერთად ვერ დავტოვებ. ამელკა, უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე წუთით დაგტოვებთ. კარგი. ხედავ რომ თქვენს გაერთეთ. დღე დასრულდა და ჩვენი წასვლის დროა. ამელკა, იმედი მაქვს ჩვენთან შეხვედრამ რაიმე გასწავლა. ანგელოზმა მასწავლა რომ სიკეთე ძალიან მნიშვნელოვანია. და დემონმა მასწავლა რომ ზოგჯერ შეიძლება ცელქი იყო, თუ არავინ დაშავდება. ნახვამდის, იმედი გვაქვს კიდევ გნახავთ. ამელკა დაბრუნდი, ჯინი აქ ყველა პიცას შეჭამს. კარგი რა, შენ თვითონ ჭამ. ბიჭები ყოველთვის მეც ჭამენ. აი, ერთი ცალია. ვაუ, მადლობა. რატო ხარ ასეთი კეთილი, ამელკა? ისე, მე ვიღაცას შევხვდი. მოიცა, იმედია შენს თავში არსებულ ხმებზე არ ლაპარაკობ. მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ხილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას! ნახვამდის ყველას!